სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არცმე ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ ჩვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს ჩვენი წმინდა ეკლესია აღნიშნავს იოანე ღვთისმეტყველის მიცვალებას და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც არის დაბრძანებული ათონის მთაზე, მისი კანონიერი, ასე ითქმის ხოლმე, კანონიკური კოპიო ასლის ჩამობრძანება საქართველოში. რას ნიშნავს ეს კანონიკური? ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებ. ჯერ იოანე ღვთისმეტყველზე გეტყვით ორიოდე სიტყვას. ის ერთ-ერთი პირველი მოწაფეთაგანია იესო ქრისტესი და ერთადერთი, რომელიც ბოლომდე მის გვერდით იდგა ერთგულად. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სხვა ყველა მოწაფეები დაიფანტნენ, შეეშინდათ ზოგს, ზოგი გაიქცა, ზოგი ვერ გაერკვია საერთოდ რა ხდებოდა და მოკლედ ადამიანურმა ბუნებამ იზლალა ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანში ეს ხშირად ასე ხდება ხოლმე, სარწმუნოებას რომ გადააჯარდოთ ჩვენი ადამიანური ფიქრები და შესაბამისად ისინი არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც იდგა იოანე ღვთისმეტყველი. ეს გახლავთ ჯვარცმა. იმიტომ რომ ყველას ეშინოდა, რომ თუ მასწავლებელს ასე უყვეს, ჩვენ მოწაფეებს რაღაც გვიზავდნენ და იოანე ერთადერთია, რომელიც ამას არ შეუშინდა და ბოლომდე იდგა ჯვართან. მას ჰქონდა ასეთი პატივი, აი დღეს სახარებაში წავიკითხეთ, ჯვარცმული მაცხოვარის უკანასკნელი სიტყვებია, რომელიც ეუბნება იოანეს მიმართავს, რომ აჰა დედა შენი ღვთისმშობელს ჩააბარებს და ღვთისმშობელს მიმართავს, აჰა ძე შენი. ამის შემდგომ მაცხოვარი აღესრულება და იოანე ესე იგი თავისთან წაიყვანს, იქვე წერია, რომ თავისთან წაიყვანს და ღვთისმშობელი დაიწყებს მასთან ცხოვრებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ღვთისმშობელი თავის გასვლამდე იოანეს სახლში ცხოვრობდა და როგორც შვილს ისე უყურებდა, ბუნებრივია იოანეს და იოანე როგორც საკუთარ დედას მას ისე პატრონობდა და ისე ულიდა და მისი გარდაცვალება სწორედ იოანეს სახლში მოხდა და მისი გამოსვენებაც იოანეს სახლიდან იყო, როდესაც დაკრძალეს ღვთისმშობელი. ეხლა ეს სხვა ისტორია, მე კვლავ იოანეს დაუბრუნდები, რომ მან იცოცხლა ერთადერთმა ყველაზე მოხუცე, არც ერთ მოციქულს არ დააცადეს სიცოცხლე, რომელიმეს მოხუცებულობამდე მიეღწია, ყველა ზოგი ჯვარზე გააკრეს, ზოგს თავი მოკვეთეს, ზოგს რაღაცა სხვა უბედურება დამართეს კიდევ. თავიანთი ქადაგების გამო მათ არც ხმალი ჭერიათ ხელში, არც თოფი არაღი და არც რაიმე ძალადობით არ აპირებდნენ, უბრალოდ დადიოდნენ და ქადაგებდნენ. ეს მათი ქადაგება იყო, სიყვარულის ქადაგება, სარწმუნოების ქადაგება, ხსნელზე ქადაგება, რომ განკაცდა ღმერთი და გამოხსნილი ვართ ბოროტების ტყვეობისაგან და ჯოჯოხეთი დაიკეტა და სამოთხის კარი გაიხსნა ორწმუნე ადამიანისთვის. აი ამ ქადაგების გამო, რაც მე ახლა ჩამოთვალე, თუინმე ჩახლის, რომ ამის გამო ადამიანის სიკვდილის ღირსია კი არა, რაიმე ნებისმიერი სასჯელის ღირსია, თუ თქვენ ალბათ ფიქრობთ რაოდენ დიდი დაბნელება არის ბუნებისა, როდესაც მსგავსი ქადაგების გამო ადამიანებს აწამებდნენ, სასტიკი წამებით და სიკვდილს მიუსჭიდნენ ხოლმე. იოანე გახლავთ ერთადერთი, რომელმაც იცოცხლა ღრმა მოხუცებულობა. იმდენად დაუძლურებული იყო, იმდენად ასაკიანი იყო და ფიზიკური ძალები გამოცდილი ჰქონდა, მისი მოწაფეები მას ხელით დაატარებდნენ უკვე და ლაპარაკიც რომ აღარ შეეძლო, ერთ რამეს ამბობდა, ღმერთის სიყვარულია, იყვარდეთ ერთმანეთი. აი ამ წინადადებებს იმეორებდა ხოლმე და ძალიან მისი გარდაცვალებაც რაღაც საიდუმლოებითია, ამბობენ რომ საფლავი გაათხრევინა და თვითონვე ჩაწვა შიგნით, ამბობენ რომ მივიდნენ მერე მოწაფეები და ნახეს იქ საფლავი ცარიელი იყო, რაღაც საიდუმლოებით მოცული ამბავია, როგორ მოხდა მისი ამაღლება, როგორ მოხდა მისი გარდაცვალება, 1000 გარდამოცემა შეიძლება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი ვიცით, რომ მოციქულთა შორის მხოლოდ მას ეწოდება ღვთისმეტყველი. მხოლოდ ის არის ღვთისმეტყველი, იმიტომ რომ მან დაწერა სახარება, რომელიც ნამდვილად საღვთისმეტყველო სახარება. აქ არა მარტო ის მოვლენები აღწერილი ახლა, რაიმე კი არ აკნინებს ეს მათეს, მარკოს და ლუკას, რაიმე კი არ აკნინებს ის რომ თქვათ ეს საღვთისმეტყველოა და ის არ არის, როგორ არა, სულ ყველა საღვთისმეტყველოა, მაგრამ თუ კი მათე გენეოლოგიას განიხილავს და როგორ დაიბადა და მერე რა ხდებოდა თქვათ იქ
გვარი აღადგინა თუ კეთროვანი გაწმინდა თუ ასე შემდგომ და ასევე მიყვება თქვათ მარკოზიც და ლუკას, რომ ისტორიული მოვლენების დახასიათება მთელი სახარება იოანე ღვთისმეტყველისა არის საღვთისმეტყველო ტექსტებით გაჯერებული, ძალიან ნაკლებია. სულ რამდენიმე სასწაულია აღწერილი, სამაგიეროდ არის აღწერილი ქორწილი კანას გალილეაში, რომელიც არც ერთ სახარებაში, ნიკოდიმოსთან საუბარი, რომელიც არც ერთ სახარებაში ნახსენები არ არის, სამარიტელ ქალთან საუბარი, რომელიც არ არის ნახსენები, განღვეული, რომელიც საბანელთან იწვა იერუსალიმში, ბრმა, რომელიც იქ მათხოვრობდა დაბადებიდან. რაღაც ისეთი მოვლენები აქვს აღწერილი, რამდენიმე სასწაული მინდა გითხრათ და მათ შორის 5,000 კაცის დაბურება და დანარჩენი მთელი ტექსტი არის მისი ღვთაებრივი ბუნების შესახებ ღვთისმეტყველება, რომ მამა და ძე ერთნი არიან, რომ ნება მათი ერთია, რომ უნდა ახსოვდეს ეს ნება და აი მე 17 თავს თუ წაიკითხავ, მე ყოველთვის გირჩევთ ხოლმე რომ თანამედროვე ქართულად წაიკითხოთ, მამ თავს ქვია სამღვდელმთავრო ლოცვა, როდესაც იესო ქრისტე ლოცულობს და ავედრებს თავის მოციქულებს ღმერთ მამას და იქ არის ესეთი ტექსტი, რომ ესე არის ნებაი შენი, ესეთ რამეს ეუბნება, რათა გიცნან შენ ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ღმერთის ცნობაში ნახეთ რას ამბობს და შენგან მოვლენილი ძე. ანუ განკაცებული ღმერთის ცნობა არის ის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც ჩვენ ხელთ გვიპყრია ჩირაღდანებით, რომლითაც გვინათებს სარწმუნოების გზას, აი ეს ჩირაღდანი, განკაცებული ღმერთის რწმენა, რადგანაც პეტრე როდესაც აღიარებს, რომ შენ ხარ ძე ღვთისა, სწორედ მაშინ ეუბნება მას იესო ქრისტე, რომ ეს შენმა ხორცმა და სისხლმა კი არ გამოგიცხადა, არამედ ზეციერმა მამამ გამოგიცხადა და შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ სარწმუნოებას. რა არის კლდე? პეტრე არის, პეტრეს პიროვნება არის კლდე. ასე თუ ვიფიქრებთ, მაშინ როგორ გამოხდა, მე რომ საერთოდ არ ვიცნობ იესო ქრისტეს რომ იძახდა. ზეცთან რო თქებოდა იქ და რომ ამბობდა არა კაცო, მე ჯერ თქვა არ ვიცნობ, მე დაიფიცა არ ვიცნობ და მე წევლაკროლა დაიწყო თუ ვიცნობდეო. ასე რომ თუ პეტრეზე ვიტყვით, როგორც პიროვნებაზე ის არის კლდე, შეცდომაში შევალთ აუცილებლად არ შეიძლება ეს პიროვნული თვისება იყოს ადამიანის, არამედ ეს არის ის სარწმუნოება, რომლის შესახებაც ის ლაპარაკობს, რომ შენ ხარ ძე ღვთისა ცხოველისა, ანუ ძე ღვთისა, რომელიც განხორციელდა და ადამიანის სახით მოვიდა ამ ქვეყნად ჩვენი ხსნისა და გადარჩენისთვის. აი ეს არის სწორედ ეს სარწმუნოება და ამიტომაც არის მისი სახარება ასეთი საღვთისმეტყველო, რომელიც რიგით მეოთხეა, ეს წერილობის მიხედვით არის და არა იმის მიხედვით, რომ თქვა რომელი უფრო დიდია და რომელი უფრო პატარა. უბრალოდ ყველაზე გვიან დაწერა იოანემ თავისი სახარება მეოთხეა, ამიტომ რიგის მიხედვით ახალი აღთქმის წიგნებში. ეხლა რაც შეეხება ორიოდე სიტყვით გეტყვით ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ, ხატმებრძოლეობის დროს იყო ასეთი პერიოდი, რომ ხატებს ეძებდნენ და ანადგურებდნენ და ერთ-ერთ ქვრივ დედაკაცს ჰქონდა სახლში ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი, აი ეს არის ივერიის ღვთისმშობლის. სადაც სისხლი აქვს ნიკაპთან, იცოდეთ რომ შეიძლება სხვადასხვა ფერებში იყოს, იმიტომ რომ ტრადიცია ბიზანტიაში სხვა, რუსეთში სხვა და თქვათ საქართველოში სხვა არის, მაგრამ სისხლს რომ დაინახავთ ნიკაპთან, იცოდეთ რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატი. და ამ დედაკაცთან ჯარისკაცებმა რომ შეუსწრეს, რომ ხატთან ლოცულობდა, შუბი აწგერეს ყოლაწმინდა ღვთისმშობელს აი ამ ადგილას, სადაც ახლა ხედავთ, რომ სისხლი გადმოვიდა. აი ცოცხლად ესე დაინახა, რომ სისხლი გადმოვიდა, ძალიან შეეშინდა ბუნებრივია და ამ დედაკაცმა, ქვრივმა დედაკაცმა მოახერხა ეს, რომ მიიტანა და ზღვაში ჩააბრძანა ეს ხატი. გარკვეული საუკუნეების შემდგომ ათონის მთაზე გამოჩნდა უცნაური ჩვენება, რომ ზღვაში რაღაც დიდი ნათელი იდგა, დაინახეს რომ ხატი იდგა ამ ნათელში, ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი და ბერები შეეცადნენ რომ ისულიყვნენ ახლოს, მაგრამ არ იკარებდა მოკლედ ამ ბერებს, რაღაც უკან იხევდა თითქოს ეს ხატი. ამის შემდგომ ნიშანი იყო, რომ იყო ბერი გაბრიელი, რომელიც განმარტოებულ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და მივიდნენ მასთან და ამ ბერმა წყალზე გაიარა, ისე აიღო ეს ხატი და გამოაბრძანა ნაპირზე და იმ ადგილას, სადაც დაასვენეს, ნაპირზე ამოხეთქა წყარო. ეს წყარო დღესაც არის. საოცარი ამბობს, ზღვის ნაპირზე ამოსული წყარო არის, რაღაცა
გაუგონარი ამბავია მინდა გითხრათ და ისმება ეს წყალი გადასარევი ახლა ზღვის წყალი ხო იცით როგორიცაა და წარმოიდგინეთ აი აქ ზღვის შეფები რო სცემს და ქაფი რო ამოდის და უცბად აქვე წყარო ამოდის რომელსაც საუკეთესო გემო აქვს ეს წყარო აღმოცენდა მე ეს ხატი მიაბრძანეს იმ მონასტერში რომელსაც ივერონი ქვია ქართველების აშენებული ივერონთა მონასტერის ხატი არის ეს თავარი სალოცავია და სასწაული ხდებოდა ასეთი რომ დააბრძანებდნენ ტაძარში მეორე დღეს ხდებოდა გარეთ კიდევ ტაძარში კიდევ გარეთ და აუშენეს ეკვდერი შესასვლელში და ამიტომაც ამ ხატს ქვია პორტაიტისი ანუ შესასვლელი ხატი ქვია ბერძნულად პორტაიტისი ესეთი ძახია მას და მართლაც ესეა ცალკე გარეთ ეკვდერია საიდანაც შემოსასვლელი იყო მონასტრის საძველი სწორედ აი ამ ეკვდერში არის დაბრძანებული ივერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს დედანი რომლის კანონიკური ასლიც ბრძანდება საქართველოში. რას ნიშნავს კანონიკური ასლი? ეს იმას ნიშნავს, რომ ლოცვა კურთხევით მოხდა მისი დაწერა პირველ რიგში. მეორე ის, რომ ეს ხატი, რომელიც დაიწერა 40 დღის განმავლობაში, გარკვეული პერიოდი ზუსტად შეიძლება დაეღმაშრებოდეს, იყო ამ ხატთან ერთად, ანუ ერთმანეთზე დადებული იყო ეს ორი ხატი ერთმანეთზე. ამის შემდგომ ის ჩამოგზავნდა საქართველოში. ეს იყო 1999 წლის 9 ოქტომბერი. დაემთხვა ეს დღე იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. ამიტომაც ჩემთვის დღევანდელი წაკითხული სახარება, როდესაც იოანეს ეუბნება, რომ იოანე აჰა დედა შენი და დედამის ეუბნება დედაკაცო აღაშვილი შენი და ამის შემდგომ იოანემ ხელი მოგიდა და წაიყვანა ღვთისმშობელი თავისთან, თითოეული ჩვენგანისთვის უნდა იყოს ნიშანი, რომ თითოეული ჩვენგანს უნდა შეგვეძლოს, ვინც ჯვარცმასთან დგავართ. გულისხმობ არა პირდაპირ და ისტორიული მნიშვნელობით ამას, არამედ ვის ცხოვრებაშიც არის ეს ჯვარცმა გამოდღებულად მის გონებაშია, ყველას უნდა შეეძლოს ღვთისმშობელს ჩაკიდოს ხელი და წაიყვანოს თავისთან. არა ისტორიული პირდაპირობით გულისხმობ ამასაც რა თქმა უნდა, სულიერი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს პატიოსნება უნდა შეიმოსოს თითოეულმა ქრისტიანმა, რომელსაც ჯვარცმის წინაშე დგომა აქვს დავალებული, იმიტომ რომ ლიტურგიაზე რომელზედა ჩვენ გავართ პირდაპირ მოწოდება ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. რას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა? რაზე არის საუბარი? ჯვარცმაზე არ არის საუბარი. ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა. რაოდენ გზისა პურს ამას ჭამდეთ, ღვინოს ამას მიდეთ, სიკვდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ, ჯვარცმასა ჩემსა იხსენებდეთ და აღდგომასა ჩემსა ვალობდეთ. ანუ ეს იმას ნიშნავს შემოწმებასებო, რომ ჩვენს გამუდმებელ ხსოვნაში უნდა იყოს ჯვარცმა და ჩვენც აი ამ ჯვარცმასთან უნდა ვიდგეთ ისევე როგორც ერთგულად იდგა, ბოლომდე იდგა იოანე ღვთისმეტყველი, რომელსაც ჰქონდა ასეთი პატივი, რომ თავის სახლში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხოლოდა მე. ასეთივე პატივი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ვინც ვესწრებით ხოლმე ლიტურგიას, ვიხსენებთ მის ჯვარცმასა და აღდგომას და გვაქვს პატივი იმისა, რომ სახლში ცარიელები კი არ დავბრუნდეთ, არამედ დავბრუნდეთ შემოსილი მადლით, რა მადლსაც ატარებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ამინ. გალოცველი და გახარებული გახადოთ.